ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ლეგენდარული ფეხბურთელის ვლადიმერ მარღანიას 90 წლისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. გამორჩეული მეკარე სპორტის დამსახურებული ოსტატი ვლადიმერ მარღანია დაიბადა 1928 წელს. დინამოს შემადგენლობაში 212 შეხვედრა ჩაატარა. იყო ჰელსინკის მე-15 ოლიმპიური თამაშების მონაწილე. დინამო თბილისში იყო ამის გარდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში იყო ოლიმპიადაზე დინამო თბილისიდან ის წაიყვანეს მოსკოვის დინამოში 7 ქვეყანაში 8 თამაშეს. ამან იგონა რომ ამის შემდეგ დარჩებოდა მოსკოვის დინამოში. მე უთხრეს რომ დარჩიო მოსკოვის დინამო არა მე ალათურს არ დავტოვებ თბილისის დინამოს იმიტომ მე ვარ ქართული გუნდის მეკარე და ქართულად დავჭები. ითამაშა ბოლომდე ითამაშა 12 წელიწადი თამაშობდა დამსახურებული ოსტატია. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ ოჩამჩირელი 48 კაცი ვართ. ყოველ იმ იუბილეზე ვატარებთ ამ ღონისძიებებს რამდენად ჩვენ შეგიძლია. დინამო თბილისის ფეხბურთელები ბრძანდებიან აკა ძოძოაშვილი, ბარკაია და სულ ბევრი არის. მინდა დიდი სიამაყით ვისაუბრო ამ თემაზე, იმიტომ რომ ვლადიმერ მარღანია ეს ჩვენი ბავშვობის იმხელა ზღაპარი ლეგენდა და იმხელა სტიმული იყო რომ მაგის გვარს რადიოში გავიგებდით რომ კარებში დგას ვლადიმერ მარღანია და როგორ თამაშობს და როგორ ბურთებს იღებდა და როგორ მოღვაწეობდა და როგორი თავისი დიდი იმპერია შექმნა ქართული ფეხბურთის მეკარეების. აი ამის 90 წლის თავზე დღეს რომ აქ ვართ ვეტერანები და აი ამას ვიხსენებთ, აი ამ დიდ სიმდიდრეს, რომელიც ჩვენ მაგან დაგვიტოვა, აი ამ დიდ ლამაზ ძეგლთან, სადაც ბორის პაიჭაძე არის. ყავდა ეგეთი დიდი მეკარე, პირველი მეკარე, რომელმაც შექმნა და მე გაზარდა სერგო კოტრიუკაძე, რუშაძე, დავითო გოგია და ასე შემდეგ. მარღანია იყო უდიდესი პიროვნება, როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში. ეს იყო ჩემი გამზრდელიც იყო. მე რო ჩამოვედი დინამო თბილისში 1956 წელს, ვითამაშე ახალგაზრდა ნაკრებში, მე გაიოზევან ჯეჯილავი იყო ჩვენი წუთანელი, უთხრა მარღანიას რომ არ ეწინოს, რომ არის ღევლოსო, წაიყვანეს ბავშვი და დააძინეს შენთან სახლში, რომ მეორე დღეს უნდა გვეთამაშა ტორპედოს და ბზდიდა, ყველაფერი ჩემთან იყო, ყველა დადიოდა ჩვენთან საერთო ცხოვრებელში. იქ იყვნენ გარის ორდია, ვოვა გიგავა, მთელი აფხაზიდან ჩამოსული ალიკა ჩიხლაძე, ჩვენ მოდიოდა ყოველ დილას და მეუბნებოდა ბიჭებო როგორ ახარ ხო და ყოველთვის ჩვენთან იყო. მარღანია უდიდესი მეკარე იყო, ულამაზესი მეკარე. ეგეთი კაცი არ დაებადება. აფხაზების და ქართველების დიდი კაცი იყო. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, ვეტერანი ფეხბურთელები და ვლადიმერ მარღანიას მეგობრები ესწრებოდნენ. ამ ღონისძიებას ოჩამჩირის ეს საზოგადოება ატარებს ყოველგვარი ჩვენი დახმარებისა და შეხსენების გარეშე და ამისათვის მე მადლობა მინდა უთხრა მათ. მის თავკაცს ბატონ ნორაკიძეს, რამე თუ არ ტოვებს არც ერთ შესაძლებლობას, რომ არ გაიხსანონ ის ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებიც ამშვენებდნენ არ მარტო ოჩამჩირეს, როგორც ოჩამჩირეში დაბადებული ხალხი, არამედ ამშვენებდნენ თბილისის დინამოს, სოხუმის დინამოს. იყვნენ ღირსეულად წარმოდგენილი საერთაშორისო დონეზე. აქ დღეს არის ბატონი ვლადიმერ ბარკაია, რევაზ ძოძუაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, ეს ხალხია, რომელმაც თავისთავად დიდი ისტორია შექმნეს ქართულ ფეხბურთში, დიდი ისტორია შეუქმნეს საქართველოს ზოგადად და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მათთან ხდება ურთიერთობა. ჩვენ უნდა მოვუაროთ მათ, უნდა მოვეფეროთ მათ და მადლობა ღმერთს, რომ ისინი დღემდე ჩვენთან არიან. 90 წლის იუბილეა ვლადიმერ მარღანიას მოგეხსენებათ ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. ეს ღონისძიება და ესეთი ღონისძიებები ოჩამჩირის კავშირის ხელმძღვანელობით ხშირად ტარდება იმ ვეტერანების, იმ წარმატებული ფეხბურთელების, რომლის სახელი შორსაა გასული მარტო საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს მასშტაბითაც ცნობილი ფეხბურთელები. მნიშვნელოვანია იმით, რომ მათი ღვაწლი, მათი შრომა, მათი ესეთი დიდი სპორტული მიღწევები რომ არ იკარგება ჩვენ საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია ეს ჩვენი მომავალი თაობისათვის, რომ ვიცოდეთ თუ საქართველოს როგორი ფეხბურთელები ხავდა. საქართველოს
ნაკრები, ნახევარი თითქმის ჩვენი აფხაზეთის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ვლადიმერ მარღანია 1958 წელს 30 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა. ღონისძიება ოჩამჩირელების კავშირ ერთობის ორგანიზებით გაიმართა.